მოგეთ როგორ შეგვიდით ჩვენ სტუმართან ერთად დავბრუნდით თბილისის ჯაზ სერია გრძელდება 13 მარტს იუვენტ-ჰოლში ნოვატორი მუსიკოსის დანილო პერესის კონცერტი გაიმართება. დღეს ჩვენი სტუმარია კომპანია Eastern Promotion-ის დამფუძნებელი კახა კანდელაკი, თქვენთვის უკვე კარგად ცნობილი. დილამშვიდობის კახა, როგორ ახარ? კარგად, ძალიან მიხარია თქვენთან ყოველთვის სტუმრობა. კი, და ჩვენც მიხარია ხოლმე. შენ სახელს რო ვიგებ ხოლმე, რო ვკითხულობ, ძალიან მიხარია, იმიტომ რომ კარგად საუბრობთ ხოლმე. ერთი პლუსია კიდე ამ დღეს ყველაფერს ვასწრებ, იმდენად ადრე იწყებ და რაღაც ისევა, რაღაც კაი ხასიათზე მოდივარ, რომ დღეს ბევრ საქმეებსაც მოვასწრებ. მოგეთ, რაც შეეხება ამ კონცერტს. პირველი კონცერტი უკვე იყო. ეს სერია გრძელდება და 4 კონცერტი იქნება სულ, მაგრამ ეს არის მეორე რეალურად და მოკლედ რას სიტყვი ამ კონკრეტულად ამ მუსიკოზე, ნოვატორს უწოდებენ და შენთვის რაში მდგომარეობს ეს? რითია ის ნოვატორი? პირველი იმით რომ ძალიან წარმატებული სერია იყო, პირველი კონცერტი იყო ძალიან წარმატებული ჯოულოკის თავის ბენდით, ყველა აღფრთოვანებული იყო. ჯაზის მოყვარულებისთვისაც აი თქვა თავის უფრო ჩართულია თქვა ამ მუსიკაში, არ იყო ისეთი სახელი მათთვის, იმიტომ ახალი თაობის მუსიკოსი იყო, ნაკლებად ცნობილი იყო, მაგრამ ესე იგი სასიამოვნოდ გაკვირვებულები გავუშვით ჩვენი მსმენელი. და ამიტომ ეს სერია ზუსტად ამისთვის არის, რომ ვინც არის იმაზე მოდიან და უკვე ენდობიან ამ სერიას, ასე ვთქვათ, TBC-ს და ჩვენს მიერ და თქვენს გემოვნებას, თქვენ შერჩეულ და ამიტომ ეს სერია თან ამ საშუალებას გვაძლევს, იმიტომ 300-400 კაცია გათვლილი და ამიტომ ასე ვთქვათ, ოდნავ ესეთი ძალიან დიდ სახელებზე არ არის გათვლილი და ვრისკავთ კიდეც ადვილად და ძალიან მაგარ მუსიკოსებსაც ვასვენებთ. ეს იმას არ ნიშნავს, ვთქვათ, ისეთ სახელები მოყავს სოფლიოში არის სემპირგი სოფლიოში ძალიან იციან მაგალითად იგივე დანილო პერესი ეხლა თუ შევხვდით იგივე ნორსის მონტროს ისტანბულის ჯაზ ფესტივალებს რომელიც ივლისში იწყება მთელი ევროპის სეზონი არის ჯაზ ფესტივალების მეც გადავხედე და ძალიან ბევრი დანილო პერესია ყველგან ჰედლაინერი და ელჯერო სხვათა შორის ჩარჩან ყავდა ბათუმში და ამიტომ 13-ში წარმოვიდეთ ეს მუსიკოსი იქნება უკვე საკლუბო სივრცეში თავის წინვალე ტრიოთი ეს არის ბენ სტრიტი ბასისტი და ადამ კრუს დრამერი ბენ სტრიტი იციან ჩვენმა მსმენელებმა იმიტომ რომ ჯონ სკოფილდს ყავდა ბათუმში რამოდენიმე წლის წინ და პლუს დამატებით მოყავს მინდა ისიც დავამატო თვითონ დანილო პერესი მარტო არ იქნება არა ნუ ეს პლუს მოყავს კიდე ჰარმონიკაზე თავის სტუდენტი იმიტომ ეს თვითონ დანილო პერესი არის ბერკლის მუსიკალური ინსტიტუტის პრორექტორია და ამიტომ ყოველთვის ყველაზე ნიჭიერ სტუდენტს ესე თქვა უხსნის გზას და შესაძლებლობა შანსს აძლევს რომ თელმა სოფლიომ გაიცნოს და ამ ქალაქში თან ძალიან მაგარი ფიგურაა თვითონ იმიტომ რომ ეს არის უფრო მომდევნო თაობა ჰენკოკის და ჩიკორეასი და დღესდღეობით წამყვანი მუსიკოსია, იმიტომ რომ ის არის იუნესკოს მშვიდობის ხელოვანი, ასევე იუნისეფის მშვიდობის ელჩი. და ესეთ ყველა არაძლევენ ესეთ თანამდებობებს წოდებებს, იმიტომ რომ ის მართლაც თელ სოფლიოში ამ მშვიდობის და ამ ჯაზის პროპაგანდას ეწევა და მისი კონკრეტულად ეს საქმიანობა არ უკავშირდება არანაირი კავშირი არ არის ეხლანდელ ვიზიტთან, ხო? ანუ ეს არის კონკრეტულად ჯაზის სერია და ჯაზის სერია, მაგრამ მისი მოვალეობაც რა თქმა უნდა იგივე თქვა იუნესკოს ეგიდით რომ მიდის ჯაზიც ზუსტად ამ რაღაც ძალიან გაერთიანდა ეს იუნესკოს. ხო, უნივერსალური ენაა და შესაბამისად დემოკრატიული ჟანრია და ამიტომ ეს დიდ პროპაგანდას უწევენ როგორც იცით აპრილში ჯაზის დღე რო არის ეს ყოველთვის მიწოულია დანილო პერესის და ძალიან ესეთი ძალიან კარგი კონცერტი გექნება და უფრო აკუსტიკური სტილის იქნება. მან ახალი ალბომი გამოუშვა სულ ერთი კვირის წინ მეც ჩამომივიდე ამაზონიდან და შევიძინე. ამას ქვია ალბომს ქვია პანამა 500. ესე თვითონ პანამელია წარმოშობით და 500 პანამა 500 წლის გახდა თავის ქვეყანას ესეთი პრომოუშენს უკეთებს და ალბომიც ამ სტილში ჩაწერა. ამ ალბომიდანაც იქნება უმეტეს ამ ალბომის პრომოუშენის ტურია და ამიტომ ცოტა ლათინური რითმიც და ესეთი ხასიათი იქნება. რაც მოწონთ მე მგონი თბილისში. ხო, უფრო ჯაზოს ხანერი, იმიტომ მე რაღაც არ მომისმენია ესეთი მუსიკა ძალიან. ხო, აი რაც მოწონს ახლა მაკომ თქვა სიტყვაზე, მე სიმართლე რო ვთქვა გულწრფელად, ანუ არ ვიცნობ ამ მუსიკოს და ამ გადაცემიდან გამომდინარე დავინტერესდი პირველად, ზოგადად პირველად გავიგე სახელი და გვარი ჩემი და სამწუხაროდ. ხო და
ზოგადად აი საქართველოში თუ იყო მოთხოვნა ხა თქვენ ყოველთვის ეს სამეგებრო ვინც ჩამოვაყალიბეთ ისეთ პრომოუშენი ყოველთვის რაღაცა თქვენი გემოვნებიდან გამომდინარე აწვდით ხალხს, მაგრამ არის ხოლმე ზოგადად საზოგადოების მსმენელის მოთხოვნა. ამ შემთხვევაში იყო თუ არა ეს თუ გაჟღერებული? ამ ჯაზ-სერიებზე არავის არ არის ხოლმე. ხო, ანუ ის შემთხვევა ჯაზ-სერია ის ჩვენ ვაცნობთ, იმიტომ ჩვენ ამის გამოცდილებაც გვაქვს და ჩვენ თვლით რომ ჩვენი მისიაც ეს არის, რომ ახალი შემსრულებლები გაქვს. იგივე თქვა, კრის ბოტიც არავინ არ იცოდა თქვა, რამდენი წლიც ჩვენ ვარ ჩამოგვიყვანა ჯაზ ფესტივალზე, ძალიან ბევრი ჩემდა გასაკვირად, მაგალითად შაქტის და ჯონ მაკლაფლინს არ იყო ესეთი პოპულარული. მეორე ჩამოსვლა ზავინული სხვათა შორის. აი უკვე იმდენად ისეთი სახელები გახდა თბილისისთვის და ამიტომ მეც მაგალითად ძალიან ბევრი გავიცანი სოფლიოში სხვადასხვა ფესტივალებზე დავდივარ, იქ გავიცანი ძალიან ბევრი მუსიკოსები და ხო, სულ ეს აღმოჩენებს. აუცილებელი რომ თქვა რაღაც საიდანო ვიცოდეთ, ხო, თუ არ ნახე. მით უმეტეს ახლა ჯაზი ლაივში არის 1000% სულ სხვა ეფექტი და სულ სხვანაირი რაღაცა, იმიტომ ვიდრე CD-ზე მოსმენილი სულ სხვა რაღაცა იქ რო ხარ, იმიტომ ის იმ მომენტში 300 კაცი usmens ზუსტად ესე. იმიტომ მეორე დღეს დაახლოებით ჩაწერილ სპექტაკლს რო უყურო იგივეა. ხო, რა იგი თან მით უმეტეს იმპროვიზაციაა და იქ მეორე დღეს ისეთ ხასიათზე ვერ იქნება ის მუსიკოსი, ზუსტად ისევე პროგრამა ესეთივე და მოისმენს. ხო, ორიგინალში აი 300 კაცი მოისმენს, ან 400 კაცი ვინც იქნებით იქ. აი ეს სხვა სოფლიოში მუსიკას ვეღარ მოისმენს. აი აღნიშნეთ რომ 4 კიდე 2 კონცერტი დარჩება ამის შემდეგ უკვე. საინტერესოა შემდეგი 2 კონცერტის შემდეგი 2 რო ვიცოდეთ თუმრად რომ მოგიწვიოთ მე. შემდეგი იქნება უკვე 27 აპრილს ეს უკვე ჩვენთვის კარგად ცნობილი ფანკის და ესეთ ფიუჟენის სტარი არის, ესეთი ვარსკვლავი ვიქტორ უტენი ბასისტი, ის უფრო სხვა სტილის იქნება, უფრო ელექტრონული და უფრო ესეთი გრუვი და ესეთი ენერგიული. როგორც მოისმინეთ ბათუმში იყო შარშან, როგორც მაიკ სტერნთან ერთად, გიტარისტთან ერთად. უფრო მაიკ სტერნი იყო იქ ლიდერი და უფრო სხვა მუსიკას უკრავდა. ეხლა თავისი ბენდით მოდის და თავის მუსიკას დაუკრავს და საოცრება იქნება, იმიტომ რომ მართლაც ეს რაც შეეხება 27 აპრილს. ეს 27 აპრილს და ბოლოს უკვე 17 მაისს დაიხურება გრემების რამოდენიმე გრემის ფლობელი მესაყვირე ისიც ნოვატორი არის ტერენს ბლანშარდი, რომელიც ჯაზის მოყვარულია, მეგონი ვინც ამ მუსიკას უსმენს, ყველა მეცის, იმიტომ ეს არტ ბლეიკისთან გაიზარდა, ვინტონ მარსალესის შემცვლელი არის არტ ბლეიკის ჯაზ მესენჯერს, ესეთი დიდი მუსიკის იყო ბენდი, ესეთი ძალიან ესეთი ამერიკული ჯაზის სკოლაა რა, თითქმის ერთ-ერთი მიმდინარეობა და იქ იყო ერთი თავარი მესაყვირე, ამის გარდა 50 ფილმის საუნდტრეკი აქვს გაკეთებული, იგი სპაიკ ლის და ძალიან ბევრი ესე დიდი რეჟისორებთან ერთად თანამშრომლობს, სულ ახლახან შენთვის ახლა ეს ბოლო კონცერტი უფრო საინტერესო გახდა, ხო? სულ ახლახან მან რაღაც ესეთი ექსპერიმენტი გააკეთა და ლოს-ანჯელესში ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა ჯაზ ოპერა შექმნა და დაიდგა ლოს-ანჯელესის დიდ ოპერაში და ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა, ჩემპიონ ქვია, ბოქსერზე გაკეთა, მაგარი და ეს ტერენს ბლანშარდი არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო წამყვანი მუსიკალური დირექტორი და რა ვიცი გრემებზეც ხშირად ყოფილა როგორც მუსიკალური დირექტორი, ვინც თქვა აი მთელ ამ არანჟირებას და იმას აკეთებს, ვის მერე გამოვიდეს და ძალიან ხშირად პოპ ვარსკვლავებთანაც მუშაობს, როგორც იგივე ალეშა ქის და ასე შემდეგ. მაგრამ მისი მუსიკა სულ სხვანაირია და ეს კვინტეტი მოდის, 5 კაციანი ბენდია და ესეც სასწაულია, რომ ეს რაღაც რამოდენიმე მეტრში აი ესეთი დიდი ვარსკვლავები თბილისში რაღაც შემთხვევით მაგას წარმოუდგენელია. იგივე ახლა დანილო პერესიც თქვა რა, მე ვის ჯაზს უსმენს, იმან შეიძლება თვითონ სახელი არ იცოდეს ამ პიანისტის, მაგრამ ნუ იმ დონის არის, რაც მაგა იგივე ჩიკორია, ბრედ მელდაუ, ჰენკოკიც ძალიან რამოდენიმე ეს მარტივად რო აუხსნათ. მარტივად რო აუხსნათ, თუ პიანისტები სულ თქვა ძალიან ცოტა 8-6 კაცი ყავს ამ დონის ჩამოყვანილი საერთოდ საქართველოში, ვინც ნამყოფია და თვითონ ვინც ეხლაც ბოლოსაც გრემი აიღეს, ეს არის უკვე 2000 წლიდან განუყრელი ბენდის წევრია ვეინ შორტერის. იქ კვარტეტი არის, ესეთი რომელიც არ იცვლება, როგორც ჯარეტს ყავს თქვა ტრიო, ესეთი კვარტეტი ყავს ვეინ შორტერს და პიანისტი ყოველთვის დანილო პერესია, შეიძლება იქ გვარი თუ არ გაიხსენოს აი ამიტომ ეს must see რო არის, აი ვინც თქვა კლასიკას უსმენს და თქვა ჯაზს მით უმეტეს და ის კონსერვატორიის სტუდენტების აუცილებლად უნდა დაესწრონ, იმიტომ რომ რაც 5 თვე უნდა ისწავლონ კონსერვატორიაში, საათნახევარში ასწავლის
ეს ადამიანი და ამიტომ ყველაფერი გადადონ, გამოიყენონ TBC-ის ფასდაკლებების და ძალიან არ არის ესეთი ფასი, რომ ეხლა ვერ დაესწროს. ხო, დარწმუნებული ვარ, ვისაც აქვს ეს ინტერესი, ყველანაირად. თუ არ არის ეს ვერ განვითარდები და თუ ეს ინტერესი არ აქვს, მაშინ არც უნდა ისწავლოს, სხვა რა გინდა მაშინ მუსიკაზე. და ფასი ყოველთვის საინტერესოა ხოლმე მაყურებლისთვის და ესეც ფასი არის სტანდარტული ფასი იყო 75 ლარი, მაგრამ ძალიან ბევრმა შეიძინა აბონემენტების შემთხვევაში 4 კონცერტზე გამოდიდა 50 ლარი. ესე იგი, სადაც 100 ლარიანი ფასდაკლება გამოდიდა და ეს უკვე 60% 4-ვე კონცერტზე გაყიდულია. ძალიან ცოტა ბილეთები დარჩა ცალ-ცალკე, მაგრამ 4-ვე თვეზე რა, ესეთი რაღაცა შარშან არ გაუკეთებია, ვერ წარმოვიდგენთ თუ თქვა ჩვენი მოსახლეობა იქ მაისისთვის წინასწარ იყიდა აბონემენტს, მაგრამ ესეთი ბოლო დღეს ხდება ხოლმე ფანები და თქვა მართლაც მოყოლები ყავს და ამიტომ წინასწარ ყველაზე კაი ადგილები ესეთი გაყიდულია, მაგრამ კიდევ მოქმედებს ცალ-ცალკე ბილეთებზე ფასდაკლება, TBC-ის ბარათების ვიწყვილოთ 20%-იანი ფასდაკლება და თქვა 75 ლარიანი შეიძლება 60 ლარათაც იყიდონ. ხო, ეს prime card-ებით და ასე შემდეგ. ხო, ასე სხვადასხვა ის არის, ყველაფერი ეს თბილისი jazz.com-ზე არის. ყველა დეტალი. იმიდან ბილეთები ჯიდანაც თუ უნდა ონლაინაც იყიდება, ან სალაროდან და ამიტომ ამ ხრივ უკვე პრობლემა არ არის. თავარია ჯაზი გაინტერესებს და კაი კარგი მუსიკის მართო ჯაზი, თუმცა ეს თბილისში არ უნდა გააკეთო, თქვა თეში ესეთ ნიუ-იორკში თვითმფრინავის გარეშე ხვდები იქ და ისეთი მაგარი ატმოსფერო. ცოტა სხვა დატვირთვაც აქ თან მე მგონი. ხო, მაგრამ თან მით უმეტეს ვინც არის ეს მუსიკა და არ ყოფილა, იმიტომ იქაც ხო ვერ დადიან, იმიტომ ძალიან ძვირი ჯდება, შეიძლება გადაფრინდეს ალოგარ და ესეთი მომენტი არ იყოს, იმ დღეს კაი მუსიკოსები იყვნენ, ხო იმ ქალაქში. და ამიტომ ესეთი შანსი მაგათ თბილისელებმა არც უნდა გაუშვან თვეში ერთხელ და რა ვიცი, მე მგონი დადიან კიდეც, ეხა პრინციპში პრეტენზია არც მაგარ. აპრილში მეც მივიდივარ და კონსულტაცია შენთან გავივლი, მოკლედ იქ ნიუ-იორკში სად ვიცა მივაკითხო და სად მოვისმინე. და დაგპატიჟე მე კიდეც კაი ადგილას. კარგია და ამის შემდეგ უკვე ვემზადებით და ემზადებით ბათუმის ჯაზ ფესტივალისთვის. დიახ, ბათუმის ჯაზ ფესტივალისთვის ცოტა კი უკრაინის ამბებმა ევროპის ფესტივალები ცოტა შეგვაშინა, იმიტომ რაღაცები გეგმება, მაგალითად რაღაც კითხვის ქვეშ დადგა კიევში პიტერ გაბრიელის კონცერტის ჩასვლა რაღაც იქ მიდის ახლა ცოტა მოლოდინის რეჟიმში ვარ და ამიტომ ძალიან დიდი ჰონორარებიანი მუსიკოსებისთვის ცოტა ველოდებით, ამიტომ წინასწარ ვერ ვიძახით ვინ ჩამოყვავს, იმიტომ რომ ეს ამ მუსიკოსებთან რო თქვა გეგმავთ ამ დიდ ჯგუფებს ხო, იქ 2-3 თვით ადრე უკვე თანხები გადაერიცხოს, კონტრაქტები ფორდება და არავინ არის რა იქნება ახლა ევროპაში, თუ ახლა დაწყნარდება ალბათ, რა ვიცი, იმედი გვაქვს. მეც იმეთი მაქვს და ამიტომ იქ რაღაც ახლა მაგათ ნორსის ჯაზ ფესტივალზე გუშინაც რაღაც იქ უნდათ ეს ფარელ ვილიამსის აყვანა თელ ჯაზ ფესტივალებს რა, რომ ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო და იქაც ზოგი მაგათ უკვე რაღაცა ცოტა ის არის შიში იქით თქვა ჰოლანდიაში და პრობლემა არ მაქვს, აი ჩვენ აღმოსავლეთ ევროპის ნელა რაღაც რისკებია ბუნებრივად. უყურებთ იმიტომ რომ ბებერი ევროპა მშვიდად არის. ბატონო? ბებერი ევროპის მხარე მშვიდად არის. იქით ხო უფრო ვიცი, ანუ ეს არაფერი არის ესეთი შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ აქეთ თუ აირია, მე უკვე ყველაფერი ირევა და ამიტომ რა ვიცი, მე მგონი 2-3 კვირაში ალბათ ყველაფერი დალაგდება და. კი, დარწმუნებული ვარ კი არა, ნუ ყოველთვის დიდი სურვილია და ხო, სიკეთე და სამართალი გაიმარჯვოს დარწმუნებული. სიკეთე გაიმარჯვოს და. და რაც შეეხება რომ დაუბრუნდეთ ისე ჩვენს მუსიკოს რომელიც ჩამოყავს კონკრეტულად რა მუსიკას დაუკრავს ეხლა ეხლა იქნება მიმდინარეობა აი მე თვითონაც ეხლა ამ დისკზე მოვუსვები ვერ რაღაც კატეგორიად ვერ ყოფ რაღაც კონკრეტულად ვერ იცი ხო არის ბიბოპის და პოსტბოპის ესეთი ელემენტები არის ლათინური აი კუბა პანამის ესეთი ბრაზილიური სამბაკი არა უფრო რუმბა მამბოს რაღაც რითმებიც არის შიგნით და სულ ახალი მუსიკა ამიტომ ჩემთვის ეხლა სული მაქვს იმიტომ რაც ვიცი უკვე ხო რაღაც მოსმენელი რაღაც სტანდარტები უფრო იცი რაზეც მიდიხარ ხო, ნუ უკვე მზად ხარ, რაზეც მოსდა. აქ არის ჩემთვის ახლა ძალიან დიდი სიურპრიზია, იმიტომ რომ საერთოდ სრულიად ახლებური უნდა მოვისვეთ, თან ვირტუოზები დგანან სცენაზე, მით უმეტეს ტრიო, ჯაზ ტრიო და ჰარმონიკას, ტუჩის ჰარმონი, ხო, რასაც ახ ქართულად არ ვიცი რა ქვია. ხო, მე მგონი ეს. ძალიან იშვიათია, სულ მე მაგალითად 3-4 მუსიკოსი ვიცი, საერთოდ ვინც ამ ინსტრუმენტზე ჯაზს უკრავს. უფრო ბლუსში არიან, თქვა XT Wonder უფრო რაღაც ერთი Wonder-ია, ვინც თქვა იქ soul-ში და R&B-ში უკრავს, მაგრამ აი თქვენ ჯაზში ხო, ერთი 92 წლის კაცია კიდე უკრავს, სხვათა შორის ტუტი ლემანსია, გრეგორი მარე არის მარკუს მილერის ერთ-ერთი პარტნიორი და ბენდის წევრი იყო, სადღაც
40 წლის და ეს არის საათო 22-23 წლის ახალგაზრდა ანუ ამ მთლიან ექსპერიმენტში ბევრი პატარა ექსპერიმენტი შედის კიდე თუ რაღაც ძალიან საინტერესოა რომ აი ამ მუსიკაში როგორ უნდა დაუკრას თქვა ეს ჩაწერილი სოლოები ამ ინსტრუმენტზე ძალიან მაგარი მოსასმენი იქნება ალბათ საინტერესო იქნება და პლუს აი შენ ახლა ახსენე სიტყვაზე კონსერვატორიის სტუდენტები და ადამიანები ვისაც მუსიკასთან აქვს შეხება და საომავლოდ ეს პროფესიად უნდა გაიხადონ აი მაგალითად თუ არის ესეთი კონკრეტულ ჯაზ ფესტივალებზე მაგათთვის რაღაცა შეღავათები რა ესე ვთქვათ რა შეღავათები ესე ცალკე არა გვაქვს მაგრამ ზოგადად თუ ესე რაღაც კათედრას მოუმართავს და რაღაც რომელიც ჯერ არ ყოფილა ესეთი რაღაცა და გამონაკლისებს უშევთ ხოლმე ბევრჯერ მაგალითად მე პირადად დამიპატიჟებია ვთქვათ ვიცი რომ ვისაც საშუალება არ აქვს ხოლმე მაგრამ რაღაც ზოგჯერ ვხედავ რომ რაღაც ესეთ კონცერტებზე დადიან და პროსიხდიან და აქ არ დადიან რაღაც ცოტა ხო ეგეცა რაღაცა ცოტა რადგან მაგრამ სხვათა შორის ერთადერთი ის არის რომ ზოგჯერ მიკვირს ხოლმე იმდენი მუსიკოსი არ არის ხოლმე დარბაზში ამდენადაც ფანი და მელომანები უფრო ჭარბობთ მელომანები ვიდრე ვინც უნდა იყოს ის რომ არ არის ხოლმე ან რაღაც ზოგჯერ იძახიან ხოლმე რაღაც ისეთი ის არის რაღაც არიცნობენ ან ის ბოლოს CD არ მოეწონება თან ეხლა ლაივი სულ სხვა რაღაცა იქნება ცოტა უცნაურია როცა თვითონ მოდიხარ თვითონ არის რას დაუკრავდა შენ საიდან დაიცოდე წინასა მე მგონი კიდე ერთი შეკითხვა თავისი შემოქმედების ეშინია მე მგონი დაახლოებით ეგეთი მუსიკოსი ამიტომ ვიძახეს პირიქით ეს კომპლექსები და მოიხო პირიქით აი რა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ეს მომენტები თავისთვის იმიტომ რომ თვითონ ეს დიდი მუსიკოსებიც იგივე დანილო პერეს რატომ მოყავს ეს თქვა იგივე სტუდენტი იმისგანაც სწავლობს რაღაცას ეს ახალი თაობა სულ სხვანაირად ესმის მუსიკას სულ სხვანაირ გარემოში ცხოვრობს და სულ სხვანაირად აღიქვამს აი იმ ახალ თაობას ვინც გამოიყენა შედარებით ჩანსი და ესენი თვითონ ეს დიდი მუსიკოსები და იმიტომაც არიან რომ წლები წარმოვიდა ამდენი წელია უკვე რო გიხსენეთ ეს 92 წლის ტუტილემაც კიდე იმიტომაც უკრავს რომ ახალგაზრდები ყავს სულ გარშემო და ესენი ენერგიას ახალ სისტის ხავს აბა იმიტომ რომ იქ მაშინ რო ესენი უკრავდნენ მაშინ რაღაცა რასიზმი იყო და თქვა იქ რაღაც ვიეტნამის ომი და სულ სხვანაირად აღიქვამენ ესენი ამ ამბებს გიყვებიან პრინციპში რა თავის მუსიკით სხვა სიმართლეებს ეჭიდებოდნენ ახლა სხვა გემოვნება სულ სხვანაირად იცოვენ სულ სხვა თემებია აქტუალური სხვანაირი მუსიკა წამოვიდა ახლა და ეს ყველაფერთან ერთიანდება ეს როკი ჯაზიც ეს ფანკი soul-ც ეს ერთად არის რა ყველაფერი მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ 13 მარტს ქართული მსმენელი მაგრად ისიამოვნებს ამ კონცერტით და კიდე არა მარტო 13-ში და ხო აი ვერ წამოარჩევ 4-ვე და ნუ მე ბათუმის დაემატება და ყველაფერი კარგად იქნება დარწმუნებული ვარ მოკლედ დიდი მადლობა შენ რომ მოხვედი დილა ადრიან ჩვენთან სტუმრად და იმედი მაქვს რომ კიდე მოხვალ არაერთხელ ჩვენ უნდა დაგემშვიდობოთ და უნდა დავშვიდობოთ მაყურებელს დროებით რა თქმა უნდა ძალიან მალე დავბრუნდებით უნდა დარეკოთ ნომერზე 255 80 80 იმიტომ რომ გაიმარჯვოთ ჩვენს დღევანდელ 9 საათიან გათამაშებას ასე რომ მიაქტიურეთ და დარეკეთ